დილამშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. ეხლა მინდა და მეთქვა, რომ შეიძლება ენა წამიბორძიკდეს მეთქი და უკვე წამიბორძიკდა ენა. პროგრამა რამხელაც ნიშნავს, ხომ? ფიქრების ძალა. მეგობრებო, დღეს დაიწერა ეს ლექსი და მინდა წაგიკითხოთ. თქვენ უკვე წაიკითხავდით Facebook-ერები, მაგრამ მე მინდა YouTube-ერებმაც ნახონ ეს ლექსი. და ლექსი ასეთია, მეგობრებო, ვაგინე. როგორც ესეთი ლექსი, თავს დავუმტკიცე უში შარობა. და ჩემი მსმენელი მიხვდება, რას ნიშნავს შარი და ასე შემდეგ. ვინც არ იცის, ჯერ რას ნიშნავს შარი, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს ლაივებში, ნახოთ ანუნაკებზე თუ როგორ გახვიეს დედამიწა შარში. კარგი. გავაგრძელოთ ლექსი, მოგესალმებით, პირველი მაყურებელი ხარ, არ ვიცი რომელი ხარ, მაგრამ მადლობა რომ ხარ. ასე რომ მოდი ახლა გავაგრძელოთ ეს ლექსი, თუ რა ლექსი დაიწერა და განვიხილოთ შემდეგ ეს ლექსი. თავს დავუმტკიცე უში შარობა. ვაგინე ილია მეორის სასწავს, ვაგინე ბერებს, ვაგინე ყველას, ვინც ქრისტეს სახელს ამოეფარა, ქრისტეს სიტყვები კი გადამალა. ვაგინე ნარიმანს, ვაგინე მის მრევლს, გადავაქციე ის ერთ იანად, ვაგინე ყველა უღმართ ქართველს, ერი ვამხილე სამართლიანად. ვაგინე ყველა მყრალი სისტემა, ვაგინებ ყველა არამზად უფალს, გაზულუქებულ ხელისუფლებას, იახოველის შეკრებილ სექტას. ვაგინე არა იმიტომ რომ ძულს, ვაგინებ არა იმიტომ რომ სურს, ვაგინებ იმიტომ რომ ვამხელ. ვაგინებ იმიტომ რომ გამხელ. გადავიდეთ. სამართლიანად, მართალიანად, ინი და ანად, ქრისტარიანად, გამხელ სრულებით, გამხელ სიტყვით, გამხილე სიტყვით, პირველი სიტყვით, თამარილ ანად. თავს ნუ გაიხდი საგინებელს, იცხოვრე ისე სამართლიანად, როგორც გვასწავლა იესო ქრისტემ, იქ სადაც გზაა რომ იდგე მართლად. მეგობრებო, ახლა მინდა გითხრათ ბოლო სტრიქონების განხილვა, ვინც პირველად მოისმინა ეს ლექსი, ალბათ იტყვის რომ რაღაცა ბოდვა და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა გითხრათ რომ აი ბოლოში უკვე იხსნება ლაზარის ენა და ლაზარის ენით ჩემმა მსმენელმა, ერთგულმა მსმენელმა იცის თუ რა ენით ვსაუბრობთ ლაზარის ენით, ვინც არ იცის ჯერ, მე გირჩევდით რომ წაიკითხოთ თამარიანი და მიხვდებით თუ რა ენაზე ვსაუბრობთ, საერთოდ ლაზარეს წარმომადგენლები, ვინც ლაზარეს ენით დაიწყო საუბარი. ლაზარეს ყველა სხვადასხვა აღიქვავს საერთოდ ქართულ ენას, რომელშიც იმალება სრული ჭეშმარიტება და ძალიან ბევრი ინფორმაცია სხვადასხვა შიშთების, ანუ ფენებისა, ხომ? და აი ამ ფენებს ვხსნით ჩვენ. ფენ ომენი საიდან მოდის თვითონ სიტყვა, ხო? სიტყვის ძალის მნიშვნელობა, პირველი, პირის ველი რომ არის და ფენ ომენი არის ის ფენები, რომლებიც ოში არის მოთავსებული. ოში კიდე ონი არის და ონი მზე არის. მზე არის კიდე მანუსა და ზარის ენი. მანუს ზარენი არის. მანუს ზარენი კიდე არის ზარების რეკვა მარტო ის კი არ არის რომ ეკლესიაზე რო კიდია იმ ზარებს ვრეკავთ ხოლმე. ჩვენ უნდა ვრეკოთ ასევე ის ზარი, რომელიც არის მანუ ღმერთია და მანუს ღმერთის ენა უნდა ვრეკოთ. ზაროთ, ხო? შემზარავი არის აქედან გამომდინარე სიტყვა კიდე და ასე შემდეგ. ზარი ბევრ სიტყვაში ურევია ჩვენს ქართულ ენაში, ზარმაცი, კიდე სად ურევია ზარი. ხო, სხვათა შორის ბევრში არა, როგორც ჩანს. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, როდესაც ვინმეს და რამეს განიხილავთ, ხომ? განიხილეთ სრულიად. მარტო ერთ ჭრილში ნუ განიხილავთ. მე არაერთხელ მithქვავს თქვენთვის, რომ სხვადასხვა პერსპექტივები არსებობს და კამათელს
მარტო ერთი მხარი არა აქვს, კამათელს აქვს 6 მხარე და 6-ვე მხარე უნდა განვიხილოთ. ეს ფენომენებია და ეს არის პერსპექტივები, რომლიდანაც შეიძლება რამდენიმე ადამიანის დაჯგუფება ვერ ხედავდეს იმ პერსპექტივას, რომელსაც სხვა დაჯგუფება ხედავს და ასე შემდეგ. აქედან მოდის სიტყვა კამათი და კამათელიდან მოდის სწორედ ის, რომ ყველა სხვადასხვა პერსპექტივას ხედავს და სხვადასხვა პერსპექტივა უბრალოდ უნდა აუხსნათ ერთმანეთს, შემოვუაროთ, შემოვლაც ამას ნიშნავს და შემოგევლეც აქედან მოდის. რომ თუ არ შემოევლები კამათელს, შენ იქნები მხოლოდ ერთი პოზიციიდან გამომდინარე და იქნები სულ ყოველთვის როგორი იტყვიან აჯანყებაში, ჯანყში იქნები, გესმის? და ჯანყში კიდე ჯანყიდან მომდინარეობს სიტყვა, საიდან მომდინარეობს, ხო? ჯანიდან მომდინარეობს. ჯანი არის კიდე ძალა, რომელიც მოგანიჭა უფალმა. ასევე უნარია ის ძალა, რომელიც მოგანიჭა უფალმა, რომ ერთ პერსპექტივაზე კი რიდგე, შენ სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედო და დაჟე ის პერსპექტივას განიღილო, რომელიც დაფარულია, რომელზეც დევს კამათელი. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ყველას გისურვებთ წარმატებულ დღეს. ნუ იქნებით ჯანყში, შემოევლეთ ერთმანეთს, გაიზიარეთ ერთმანეთის პერსპექტივები, თუნდაც იმ მაგინებლისა, რომელიც გაგინებთ და ვიდრე თქვენ სხვაზე მიიშვერთ ხელს, შემოუარეთ, შემოევლეთ. გაგოცეთ.